დღეს როცა მიგვიღეს ევროპის საბჭოში, აი მართლა როცა მე იქ ვიდექი, არ ვიცი, მართლა სუნთქვა შეკრული და უყურებდი აი ჩვენი დროშა ესე ნელ-ნელ ადიოდა ზემოთ და აქეთ-იქით უკვე ზემოთ იყო ერთ მხარეს საფრანგეთის, მეორე მხარეს გერმანიის დროშები. ეს ალფავიტის მიხედვით ხდება ასე, რომ საქართველო არის იმათ შორის. იქაც ესე ვიჯექით ყოველთვის, აქეთ გერმანიის ოლქში მეჯდა, იქით საფრანგეთის და აი ის რომ ადიოდა ზემოთ და რომ დაიკავა თავისი ადგილი, აი მთელი ჩემი გენეტიკური მეხსიერება ამოძრავდა პირდაპირ ისეთ მართლა და რაღაცნაირად აი დავინახე ყველაფერი, სულხან საბაცკი როგორ უკაკუნებდა ლუდოვიკო XIV-ის კარს და როგორ წამოვიდა იქიდან გაწბილებული, მაშინ რომ დავკავშირებოდით ევროპას, ხომ ჩვენი გზა საერთოდ სულ სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ მაშინ ეს შეუძლებელი იყო. მე რამდენი რამე გადავლახეთ, იცით, იმისთვის რომ გავხდარიყავით ევროსაბჭოს წევრი, იმიტომ რომ იქამდე სულ ცოტა ხნით ადრე, იმ 99 წლამდე, 27 აპრილი 99 წლის, იქამდე ცოტა ხნით ადრე კამათი იყო საქართველო და კავკასია საერთოდ არის ევროპის ნაწილი თუ არა. და აი ბოლოს და ბოლოს ეს მოხდა, რომ აღიარეს ევროპის ნაწილად და რაც თავია ჩვენ ამოგვარჩიეს და ჩვენ პირველი გავხდით ევროსაბჭოს წევრი. ეს რა განცდა იყო, იცით, რომ დასრულდა ჩვენი მარტოობა.